ეს არის საბუდელორის ტბებისკენ მიმავალი გზა, რომელიც გგონია რომ არც თუ ისე რთულია. ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა თუ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. აგე რაღაცა ბიჭებმა სოსოს ვიდეოს უყურეთ და მოგვეწონა გაიგე და გადაწყვეტეთ რომ წავიდეთ ჩვენც რა ვნახოთ ერთი სად იყო რა ქნა რა გააკეთა და წავიდით ტბებზე, რომლის გზებიც არც თუ ისე მარტივი და საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა და დღეს თქვენ ამ ვიდეოში ნახავთ რეალურად რო იცოდეთ რა გზაზე მოგიწევთ სიარული. ამ რთული გზების მიუხედავად ეს იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ლაშქრობა, რადგან ჩვენ ვნახეთ ბუნების მიერ შექმნილი ულამაზესი ადგილები, რომელიც არ ვიცით როგორ შეიქმნა. ხოდა მოდი ბევრი რო აღარ გავატრაკოთ. დავიწყოთ ვიდეო. გამარჯობა მეგობრებო, ნაცნობი ადგილიდან მოგესალმებით, მაგრამ ჯერ ეს ვიდეო დაიდება და მე ნახავთ მაკდონალდის ვლოგის ვიდეო. როგორ მოგწევთ ჩემი გაპარსული ულაშები? ხო, კაია. მეგობრებო, დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი. დღეს ჩვენ მივდივართ აბუდელაურის ტბებზე და მივდივართ თან ჩემ ტრენერთან ერთად რა, ჩემი მეგობარია და გადავწყვეტეთ რომ აგე რაღაცა ბიჭებმა სოსოს ვიდეოს უყურეთ და მოგვეწონა გაიგე და გადავწყვეტეთ რომ წავიდეთ ჩვენც რა ვნახოთ ერთი სად იყო რა ქნა რა გააკეთა და დილის ახლა 6 საათია და აგე მაკდონალდს დრაივზე შემოვიყვანა ცოტა წავიხემსოთო რა ტრენერმა ბიჭო არა უშავს თავარია კუჭი სავსა იყოს და ახლა დავიძრებით ჩვენ ძმებო ხელსურათისკენ და იქედან გზადაგზა რაღაცებს განახებთ რა აბა წავედით და ვნახოთ ერთი რა არის ეგეთი მეგობრებო, პირდაპირ თბილისიდან დავიძრებით ახლა თებისკენ აბუდელაურის ტბებისკენ და გზადაგზა რაღაცებს გადავიღებთ რა. აქაც არის ნიშანი. სად რა არის? ქოხი, იქეთ როშკა, აქეთ ტბები. არა ძალიან ლამაზია, ქაურობა. ერთი კამერით მოვდიოდი, iPhone-ით მინდოდა რომ გადამეღო მარტო. მაგრამ ეგრე აღმოჩნდა თურმე ჩვენს მეგობრებს დრონიც აქვს და Insta 360-ის და მაგ კადრებსაც ჩავსვავ რა, იმიტომ რომ ბევრად ლამაზი კადრები გამოვა ჩემი აზრით რა. უკვე ძალიან მოიხიბლე და ძალიან მოწონს საქაურობა თან. ჩემი კამერას წამოვიღე მარტო 24-70-ით ვარ, ჩემი Nikon D850-ით და სხვა ლინზები არ წამოვიღე, იმიტომ რომ გზაზე მე მგონია რომ მაგრა დამღლიდა რა, ბევრი ლინზები, ამიტომ ამ ერთი ლინზით შევწდები ჩემი თვალით და განახოთ აქაურობა. ავადროებით. გადავუხვიეთ მეგობრებო ბილიკებისკენ და მივიწევთ ახლა თეთრი ტბისკენ. გზადაგზა რაღაცებს გადავიღებთ და განაკვებთ. ახლა ჩემი კაცი. საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო, სად არის ბიჭო? გამარჯობა მეგობარო, გამარჯობა. ეს დრონების პატრონი კურტანაა. ისიც ყალობითად ნახეთ ეს ულამაზესი კადრები. გამარჯობა. გადაახყურებს დრებსათ რა, ბიჭი დრაკულა. ის დაეცა. მაგრამ ახსტკა როგორც ძიმონი. ის დაეცა, მაგრამ ახსტკა როგორც ძიმონი. ხო და იქ ხა უძრებით და დრონით გადავიღებთ რაღაც კადრებს. მეგონია რომ ლამაზი გამოვა. მეგობრებო, ვითომ მარტივი გზა, მაგრამ ძალიან სიღრმეები გამოვიართ და ჭაობი მეგონა. ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან ღრმაა და ხა ვივართ. მოდი ხართ მეგობრებო. მუსიკა გვაკლია.
ამოვიარე. კაი. რა ვიდეო ჩაწერე ესეთი არ ვიცი, მაგრამ მთელი არმია მოდის უკან. იმენა ერთი 20 კაცი მოყვება, ერთი 20 კაცი წინ არის და თამამ ბევრი ხალხი არ მეგონა რომ ამდენი ადამიანი დაპირება და დააშქრას. უფრო მივუახლოვდით და მე მგონი მალე მივალთ რა ნახევარზე მეტი მე მგონი რომ გავიარეთ. ახი მთელი მდელოვაჩ. გადაჭიმული და აი ბილიკებად უყვებიან. ანუ მიხარია რომ შენი ქართველი ძმები არიან და ეგეც დასაფასებელია რომ ეს კი ჩემი ტრენერი ნიკა რომელიც იდეაც იყო რომ აქ წამოხსულიყავით. გამოწერი ხალხა. მართლა? ამ ფოტოებს გადამიღე. მოდი ძმაო გადავიღოთ, მოდი. შენი მიდგავასწორე shadow white. White shadow. აი ესე მიღებებიან მეგობრებო. ესე. მოდი ხა ფოტოა. ჩიზ. დამივალთ. ჩიზ. პუწი. აუ მეგობრებო, მაგრა დავიღალე. ერთი მაიკა გამოვიცვალე უკვე, სუსველი ვიყავი და სხვათა შორის როგორც ოსო მახტერა რომ სასიარულო და ძალიან მარტივი გზაა. არ მეთანხმები. იმიტომ არ მეთანხმები რომ მართლა საკმაოდ დამღლელი და გრძელი გზაა რა, მაგრამ აი ყველაფრის ნახვად მართლა ღირს რა. ანუ მართლა ძალიან ლამაზია და ეხლა მაინტერესებს ტბაზე ამოვედი თუ გუბეზე. ვა, აქ დინარეები. რა არის? ზოგი ჩამოწვა, მაგრამ ტბა სად არის? ჯერ არ ჩანს, მაგრამ ნახოთ, აბა მივალ ცოტა ახლოს და იქიდანაც ჩაგერთობით, მაგრამ საღოლმო ძალიან ლამაზია. ანუ აი რაღაც მომენტში დაჟე ისიც ვიფიქრე რომ მეთქი ხო არ გავტრიალდეთ რა, მაგრამ და დამდენი ვიარეთ. რაღა დარჩა მეთქი, მაგრამ ბოლომდე გავიდეთ თქო და რა ვიცი, თითქოს მოვედით და განახებთ ეხლა. ეს თმაზე პუწი ჩემია რა. ძალიან ლამაზია. ერთი რაღაცა მინდა თქვა კიდე რომ შაბათ დღეს გადავწყვიტეთ წამოსვლა, შაბათია და ძალიან ბევრი ხალხია. ანუ ჯერ მარტო 8 მოვდიოდით. ალბათ ერთი 100 კაცი მარტო იქ შეხვდა და აი ხაც განახებთ ჯერ შორიდან ამდენი ხალხი ჩანს ტბაზე რა. ამას შეხედეთ. ანუ შაბათ დღეს მე არ გერჩევთ რომ აქ გამოხვიდეთ, იმიტომ რომ თუ რამის გადაღება გინდათ ამე ფოტოები ცალკე ძალიან გაგიჭირდებათ რა, იმიტომ რომ ავი ამდენი ხალხი ეხა თანაგზის ისვენებს და ნუ ხვდებით მასოვკაა ჩაულებრივი. მასოვკას და შევეცი. ანუ აი ჩათვალე სიონზე ამოდიხარ რა, იმდენი ხალხია რა, მაგრამ ძალიან ლამაზია მაინც. ღირს ნახვად რა, პროსტა სხვა დღეს თუ დაგეგმავთ უკეთესი იქნება, უფრო შუა კვირაში. და ჩემმა ტრენერმა გადმოგცათ რომ სანამ აქ წამოხვალთ კარდიოები აკეთეთ და იარეთ ცოტა ხანი ბილიკებზეო, რომ აქ მერე გაგიმარტივდეთო რა. ოღონდ აღმარძე. კარდიოები აღმარძე. აუ იმენა ეს ძალიან მაგრად მაქვს. 3 საათიანი ლაშქრობისთვის, ტირილისთვის და კი ვიტირე, აღიარე მაგას. გუბე მგონი. თუ გუბისთვის ამოვედი ამ ხელა გზაზე შეიძლება რაღაცა მოხდეს. აბა გავედით ნელა აი მეგობრებო, ამათ თვითა თქვენ გადაწყვეტეთ, ეხლა კიდე უფრო ახლოდან განახებთ. პროსტა ნახე რამდენი ხალხია, ყველგან ხალხი. შაბათი დღე დაივიწყეთ. სხვა დღე არ რჩიეთ.
ბიჭო მართლა თეთრია. მე არ შემიძლია ვერ მუშაობ. მე ეს ჩატის ქვევით დინერით.ანი ორი სიტყვა არ გინდა როგორ? მე იმას ვიტყვი, რომ ძალიან დავიღალე. ანუ აღმართებზე ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ანუ მე ნორმგზა იყო რა, აი აქამდე მოსასროლი ბოლო აღმართი, კარგად გამოვიარე, მაგრამ აი შუაში ძალიან დავიღალე, მაგრამ ღირს. აი. კურდან. ეს ჩვენი ახალცედანი მეგობარია და გაიცანით კურდან ერთ სიტყვა გითხარი შენც. გამარჯობა. ჩემს 60 მოკლედ. წერს მისავნე. გაგიმარჯოთ ყველას ერთად. მაგარი დამღლელი გზა. თუ არ ვარჯიშობ არ წამოხვიდე, მოიმზადე წინასწარ და დრონით ფრენა თუ გინდა კარგად შეერჩი ამინდი, თორე აზრი არა აქვს რა. ქარია და ვერ ვაფრინეთ. ქარია და ვერ ავაფრინეთ. მარა მე განსაკუთრებით. ჩემო ტრენერი რა მოგვით. ეს არის ჩემი ტრენერი, რომელიც ზრუნავს ჩემს ათლეტურობაზე. 5 კილო დავიკელი სხვათა შორის. აი, თორე ვერ გაიგებენ. დამაგრედ რა. მაგრედ რა ჩემი ნუსი. ისმის ხა მიდი. ვარჯიშისგან არაფერი გამოვიდა და დილით მაკდონალდი გვაჭამა, აი ხა სხვა. ჩვენ გაგვიმარჯოს. if კონიაკია? ხორც. შენი ფერისაა ხო თან კონიაკი? სოლი გზაა და ზარა მოგვიდეთ უბრალოდ. ცხენები იქი რა. ან კვადროები. სოშო შემატყუარა. სოშო. არ ვასახელებ თუ ისოსაც, მაგრამ რა მალე ამოხვედი ბრა. ეხო რაღაცა ვიდეო მალე მორჩა და. აფერისტი. მეგობრებო, რამდენი ხანია ვიდეოს უყურებთ და არ მითქვამს რომ არხი გამოიწერეთ. ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარებში დამიწერეთ. მიშო, რა კაი ადგილები გადაიღე და რა მაგარი ფოტოები. წავედი ხა ფოტოებს გადავიღებ და განახებთ 24-70-ით რა ფოტოები გადავიღე რა. აი, კლდეზე მოძრაობ, ძმებო, ნახე, სად მოძრაობ. ეს არის ყველაზე რეალური ვიდეო YouTube-ზე, აბუდელაურის ტბებზე რა. ანუ ხალხო, სოსო ეს ვიდეო რატო არ გედო, ხა? აქ ცოტა ესეთი თემაა რა, აქ ასლოს მირჩევნია ჯუთაზე ავიდე, თან ეხა დიდად თეთრი ტბით. არა, ლამაზი იყო, ბაზარი არა, მაგრამ ამდენ სიარულად არ ღირს, ჩემი აზრით. აი ცოტა დავჭა და ჩემი მეგობრები მენდება ძალიან ლამაზია და ნახტა ერთი. ხუ არ გადაო. რა ლამაზია მართლა. ხე ბიჭო, რა ლამაზია. იქნა ჩამოვედით აი. არა მე ამ ტბაზე საღალობ, ხო? აი ამ ტბის გამო ეს ძალიან ლამაზია. საღალობ. აი მეგობრებო, ახლოდანაც მოვედით. აქაც არის ხალხი. ისეთი ბევრი არ არის. თეთრ ტბაზე ცოტა დიდი ხანი გავჩერდით და ვაიმედი და. თეთრ ტბაზე ცოტა დიდი ხანი გავჩერდით და მაგიტო. კაცი ხა ცოტა ხალხი არა, რაღაც ჯგუფები იყვნენ და ჯგუფები მალევე გავიდნენ ალბათ. აუ ძალიან ლამაზია. რა კაია ბიჭო, ძალიან ლამაზია. გამო ცოტა ახლოსაც კიდე მივიდეთ. მაგარი ოღრო-ჩოღროები ბიჭი. დრონი ჩადგა ხარი აუშვათ. I'm begging you please, don't get me wrong. It's you I'm in love with. You got to know it ain't no me. Yeah. Come on, baby. Please.
ნაკაურობაც. წვანეთმაც მაინტერესებს, თორემ მე მგონია რომ წვანეთმა ამის მერე ეგეთი კაი არ იქნება რა, მაგრამ ნახოთ. მეგობრებო, ესე ვაჩალენჯებ ჩემ თავს რა. არა, ეს გამომწერზე დაბრუნდი და აჰა, ეგ არის, ეგ მინდოდა მეთქვა რა. გამოვზე. მაგრამ თამასა. მარო არ დაგხვდეს. 5-1000 გამომწერზე როგორ არ დამხვდება ტბა? ხო შეიძლება. შემდეგ სეზონზე. ანუ 5000 კას ფეშელი იქნება? ქარო, მაგას ვამბობ. ეგ შეიძლება რა ვიღა. 3 დღეში არ მგონია მე 5000 გამომწერზე ავიდე, მაგრამ თუ ავედი, ამოვალ და 3 დღეში რო რა. აი ამ ტბაში, აი როგორ იცივია, იცი ხალხალ ფეხს ვერ ვაჩარებ 30 წამი რა. და თუ 5000 გამომწერზე ავალ, თუ კი არა, როცა ავალ 5000 გამომწერზე, ამოვალ და ამ ტბაში ჩავხტები და გავცურავ და მე ისევ. მოდი ესეთი ჩალენჯი იყოს რა. და გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და დამიკომენტარე რომ ხი გამოიწერეთ. 5000 გამომწერზე მიშუბალი ავიყვანე. ვინც იცის დაადასტუროს როგორ შეიძლება რა. ხო, ვინც იცით ხა, აქ ვინც ფეხი ჩანაყოფი გაქვთ ან ხელი, იცით როგორ იცივია, ამიტომ მეგონი ხვდებით რა ჩალენჯებზეა აქ ლაპარაკი. ჩალენჯებზე აქვს ლაპარაკი. აი მეგობრებო, მწვანე ტბა. ესეც მესამე ტბა. და აი ორი ისეთი დინარეა თუ თოვლის ნადნობია თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ხა ისე უწყურია შეიძლება ჩავიდეთ და ტბაში დავლიოთ. ანუ მეგობრებო, წყალი გვინდა. წყურია და წყალი გაგვითავდა. ამ დროს შეიძლებოდა ბაკურიანი ყოფილიყო. მაგრამ არ არის, იმიტომ რომ არ არის და ნუ არის. მაგრამ აი ერთმა მწვანე ტბა ძალიან ცუდად ვარ ძალიან დავივალე. სავარაუდოდ ზემაც დამარტყა. თავი მას ყდება ისე მტკივა და ერთი სული მაქვს როდის ჩავა ქვევით რა. ანუ რაც ვიდეოში ვნახე. ანუ ის სირთულის გზები რაც გამოვიარეთ და რაც თქვენც ნახეთ ვიდეოებში. ანუ ეგენი არ იყო რა. იმიტომ რომ ანუ ის მაგრა გღლის, აი მარცან გღლის. ძალიან პიზდეცი აღმართებია რაღაც მომენტში და რაღაც მომენტში აი ძალიან დაღმართებია და აი კლდეზე ცოცავი მენა რა და ეგეთი ტურებისთვის უფრო მომზადებული რომ წამოხვიდე ხოლმე უკეთესი იქნება ან რო ინფორმაცია გქონდეს და რო იცოდე რომ ეგეთი გზებია უფრო მომზადებული წახვალ როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად რა და აი ხა მენტალურად ისეთ განადგურებული ვარ და ისე მტკივა თავი რომ ერთი სული მაქვს ჩავიდე ქვევით რა ძალიან ლამაზია ყველაფერი მართლა მაგრამ ამ ყველაფერს დიდი დრო და ენერგია ჭირდება 10 ნახევარზე დავიძარით იქ რაც ნახეთ დრონის კადრები და რაღაცეები აქაც ინდოელები დრონის კადრები რაც ნახე იქ რო ავძვერით და რაღაცეები ალბათ 1-40 წუთი დავკარგეთ და აუ რომელი საათია ეხლა ალბათ 4 ხდება რა წარმოიდგინეთ იმის მერე დავდივართ რა თქმა უნდა შესვენებებით მაგრამ ანუ აი მართლა ძალიან ლამაზია ქაურობა და ძალიან მოწონს просто აქ ინდუროთი გაასწორებდა რო რამე არა ინდუროთიც აშია რო რამე კაი წავედი ხა მეგობრებო და გზიდან კიდე რაღაცებს თუ ვნახე გადავიღებ რა შიგადაშიგ ფოტოებსაც ნახავდით აქ ხა სავარაუდოდ მწვანე ტბის ფოტოებსაც ნახავდით გადავიღე რაღაცეები ანუ მაინც ვიღებ რაღაცეებს ძალიან ცუდად ვარ აი ძალიან სტაჟი ხალისი საგარ მაქვს მაგრამ აი რო შევხედავ ხოლმე მე აი როგორ თემა იცი ხინკალს რო ჭამ და ბოლოს 1-2 ცალი დარჩება რა აი რო მაგარი გამზღარი რო ხარ და აი მაგარი დანაყრებული რო ხარ და რო ვიღარ ჭამ რო აღარ ჩაგდის რა წარმოიდგინე რო აღარ ჩაგდის და ბოლოს აი ძალით რო შეჭამ რა იმ ორ ხინკალს იმიტომ რომ მე რო გავადა მოგშვიდება და რო გაგახსენდება რომ ის ორი ხინკალი არ ჭამე და გული დაგწყდება აი ეგრე ვარ ხა აქაც რა რო აი კი არ მაქვს სურვილი მაგრამ აი რო ვიცი რომ ხა არ გადავიღო და თქვა აპარატიც ხა შევინახო აი მე რო გავაო ვიცი რომ შეიძლება მაგრად ვინანო რა და ამიტომ ფოტოებსაც ვიღებ რომ როგორც ჩემ მემორიშიც დარჩეს ასევე თქვენ YouTube-ზეც ნახოთ ჩემი თვალით დანახული ეს სამი ტბა რა. დავედი კოცნით მიყვარხართ და იმედია
ალე შევხვდებით რა დიდი პაუზები მქონდა და მაქვს. არ ვიცი რატო ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ იმედი არის სურვილი და ენერგია მექნება იმისი, რომ თვითონ ვიდეოების გადაღება გავაგრძელო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგრე იქნება და ყველანაირად მეც ვეცდები, რომ მაგის სურვილი იყოს რა. ვერ წავედი, ვერ განებებ თავს. გამისწორდა კამერას ლაპარაკი ეს ხოთი შენ. დავედი გაკვეცეთ. მადლობა რომ მიყურებთ და მადლობა რომ ჩემთან ხართ. რაც მართალია, ძალიან ლამაზია მართლა. ქაურობა ისეთ სადლამაზია, ძალიან ლამაზია. ზევით გადავიდა. ხო, ჩვენ ხო ხედავ ახლა. ხო, მეცა. ამ და ხოლმე. რაღაც აქ მეტრა ნახევარზე ამოვა და გაჩერდება რა. ამ მეტრა ნახევარის მერე უკვე შენ მართვაში არის. ხედავ ხო უკვე? შავი ფონია. აი, ხედავ. ხო. ჩემი კაი. ეხა ზევითაცია და გასმიაცი ცოტა. ვერდა მიხა ზევით მი. საით ვდივარ ხა? ეხა ზევით მიდიხარ. არა, მოტრიალდეთ მე. მოტრიალდი. ვიჭო რა თესლია. ეხა ვიღე არა, რეკი არ მაქვს მე მგონია. მე წამები მიდის ზევით მარჯვნივ. არა. არა და დავაჭირე. აი აქაა რა. სადა არის დავაჭირე. ეხლა? აი, წავედით ეხა ჩვენ, ხა? დავაი. წავედი მიკასთან. მეგობრებო, ეხა მინდა რომ საუნდი ჩამეწერა. ძალიან სიწყნარე იყო და ერთი ცალი ჩიტი ძალიან საყვარელ ჭიკჭიკებს და როგორც კი გამომზადე ეს როუდები მაინტერესება თუ გამოვიდოდა და ნახე რა кай ხმებია. არაფერი არ დაგვაწევ. აუ აქ დასხდნენ იმედია გაჩუმდებიან.